მოგესალმებით, დღეს ქსენქსუსამ მოიწვია 3 ადამიანი. მათი მოვალეობა 4 თვითმარქვია რეპერს შორის, ერთი ნამდვილი რეპერის გამოცნობაა. თქვენს წინაშია 5 ადამიანი. ისინი ამტკიცებენ, რომ არიან რეპერები. სინამდვილეში მათგან 4 ტყუის და მხოლოდ ერთი ამბობს სიმართლეს. ყოველ რაუნდში პასუხების მიხედვით დეტექტივები გააგდებენ ერთ-ერთ მონაწილეს და თუ ისინი სწორედ გამოიცნობენ ნამდვილ რეპერს, ისინი მოიგებენ. მაგრამ თუ თვითმარქვია რეპერი შეძლებს დეტექტივების მოტყუებას თითქოს და ნამდვილი თუ ფაქ პრო მაქსი რეპერია, დეტექტივები დამარცხდებიან. მოგესალმებით, მე ვარ აჩიჯაიანი. ქსენქსუსა არ აპირებს გადაცემის ბოლომდე სტუმრებთან იმის გამხელას, რომ თვითონ არის ამ გადაცემის წამყვანი. ვისიც არის, ვის არხზეც ვარ, მისი მეგობარი ვარ. ერთ-ერთი რომელიც ვისი არხიც არის, აგზის ჩვენთან. მიხდით ის პიროვნება აქ არის? აქ არის. ვაი, ვიდა გამოიცანია. ჩვენ ვიმყოფებით ლივა ლაუნჯში. თუ გსურთ ვინმეს დაბადების დღე გადაიხადოთ, მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ მობრძანდეთ ბარათაშვილის 2 ნომერში, ჯერ იწყებთ ლივა ლაუნჯში და მერე გადადიხართ რატის ბარში. და დავიწყოთ. ქვია დაჩი, ხალხისთვის ცნობილი როგორც KG. რა, 5 წელია მუსიკაში ვარ, კონცერტი მქონდა ცოტა ხნის წინ ქუთაისში. და დღეს რავი ამ ვიდეოში ვარ რა. მეტი არაფრით არ საქმიანობ, მუსიკაა ჩემი მთავარი საქმიანობა. რას ფიქრობ დანარჩენი მონაწილეები? არ ვიცი, რას ფიქრობ? რავი, რეპერებს გვანან, მაგრამ მე ვიცი ვინც არა ნამდვილი რეპერი. გამარჯობა, ვარ 28 წლის, 14 წელია ამ სფეროში ვარ. ჩემი ზედმეტ სახელია, სასცენო სახელი სამუელ კეი. იმიტომ რომ ერთ-ერთი რეპერია, უცხოელი სამუელ კარაპეტიანი, რომლისგანაც ინსპირაცია ავიღე თავიდან და ამიტომ გადავწყვიტე რომ სამუელ კეი და შემოკლებით კეი ყოფილიყო ჩემი ეს ინიციალები. ეთი. ანუ თქვენ ხართ სამუელ კეი. პირველი არის KG. როგორა KG? ის არის KG, ეს არის სამუელ კეი. სამუელ. ჩემი ესე ვთქვათ კუმირი იყო რა, ბავშვობიდან უსმენდი და რამე ცნობილი შემოქმედება აქვს? თავის ქვეყანაში საკმაოდ ცნობილია. ამერიკელი. არა, წარმოშობით სომეხია, მაგრამ ამერიკაში მოღვაწეობს კი. გასაგები. მესამე ნომერი? გამარჯობათ, მე ვარ ჯიუნა, ვაკე ვარანცოვი, მე ნამდვილი რეპერი ვარ, აი ისინი თუ გინახავთ ბეთლები და რაღაცეები, PvP და ის. მაგის ჩემპიონი ვარ, პარალელურად ბევრამის მოღვაწეობ, იმიტომ რომ საქართველოში მარტო რეპერობით ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რამე ხვაზე ხარ. რაღაც ბიზნესებს ჩალიჩობ, ფასლავ, ჩალიჩობ, რეპავ, მეორე კლასიდან ლექსებს წერ, მე ეს ჰობი ვცდილობ რომ პროფესიად ვაქციო და აგერა ვარ და ეხლა ვამტკიცებ ამ ადამიანებთან ერთად რომ ნამდვილი რეპერი ვარ, ამიტომ აუ, ეგრეა. შაშიამოვნოა. კარგი, მეოთხე ნომერი? გამარჯობა, მე ვარ ოთო, კდანელი, ცოტა სხვანაირი წარსული მქონდა ეს ბიჭები დღეს გავიცანი. დადებითი ბიჭები არიან, როგორც ნახე და ჩემი ნიკნეიმი არის MC Kun. MC Kuni. MC Kun. MC Kuni? Kun. Shit. C-O-O-N. 600 ჩემი ყველაზე პოპულარული ტრეკი არის. მაღვიძარა, რომელიც 600,000 ნახვაზე იყო, ანუ ყველაზე დიდი მიღწევა ჩემთვის ეს არის არანაირ ეთლებში მე არ მიმონაწილეა, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ ცოტა სხვანაირისაა, რომ წინ მიდგას მე ვერ ვათქმევინებ ჩემზე რამის. აი მაგ მაღვიძარიდან რამე გამოკვეთოთ რამე პატარა ტექსტი რამოდენიმე სიტყვიანი თუ შეიძლება. და გასცა დაუკრეფავს გაწუდა რა, მაგრამ გასცა საიდუმლო დასცა. ბოდიშვილი. პატარა მონაკვეთიო. ანუ და გასცა დაუკრეფავს გაწუდა. იმიტომ რომ შეიძლება გვატყუებ. დაურეკოთ საიდუმლო დასცა. მაგრამ გასცა, მაგრამ არ გადასცა. ბაღ ვისრიო, მაგრამ ვერ გასცდა რა. აი ეგეთი ისაა რა. მე თვითონაც არ მახსოვს, იმიტომ რომ ახლა მართლა რო განახოთ, ახლა შემიძლია ჩავლებოთ ფაქტები განახოთ 5 წლის წინანდელი ტრეკია რა. მეხუთე ნომერი? მე ვარ ევგენი ბერიძე, საცენო სახელი არის Bone. რეპი დავიწყე. აუ ბიჭო, რა ხალხი ხართ ჩემი? მე მეცინო. რეპი დავიწყე 6 წლის. მე წესი მოიფიქრეთ ბიჭო. როდესაც მამაჩემს ეს როლის და სოციალურ თემებზე დავიწყე გარეკვა, იმიტომ რომ სოციალურ თემები მაწუხებდა მამაჩემიდან გამომდინარე. ნუ შეიძლება ეხა მეცინება და ვიცი, თუმცა ეს შემთხვევით არ ყოფილა მარტივი თემა და მინდოდა რეპი გადმომეცა ის სიმართლე და დღემდე ვრეყავ სოციალურ თემებზე და ჩემი მოკლედ ფავორიტი რეპერი არის ევან დუმფრიზი. ამერიკელი რეპერი, რომლის ერთ-ერთი ტრეკიდან ავიღე ჩემი სასცენო სახელი Bone
მოკეთ ბიფი ქონდა ეგრეთ წოდებული ერთ-ერთ აღმოსავლეთ რეპერთან და დაპირდა რომ არც გეისფრი არც არაფერს არ გიზა, უბრალოდ მოვალ და ბიტით ძვლებში დაგამტვრევდა ბოუნ ნიშნავს ინგლისურ ძვალს და ამის შემდეგ მე დავუქვი მოკეთ ბოუნ რა და მინდა ჩემი ოცნება რომ LA-ში ან ლას-ვეგასში ამ ევან დუმფრიზის ლეიბლში გავწერვიავდი რა ეგ არის და ეგ ანუ ბიტის გარეშეა ხო რორამ ოკეი, კაი. თქვენ ბაზრულ შედეგებზე მე ემართლობ, ნუ თამაშობ ნერვებზე ვერ ვაკონტროლებ ქმედებებს, მე და შეატყობ, რომ თავი მომარიდო ბევრად ჯობს. რომ მინდოდეს ვერაფერს დავთმობ, ზემეთად ბევრი ვიშრომე ეს რომ მქონდეს შემადარებ, მე შენს პედაგოგს, რადგან მშობლებს და ვიბარებ შენსას, ბრო. რა შეგარგო, შანსი არაა, რამე რო შეგარგო, მაინც და მაინც მითხარი მე რატო ვარ ხო ძემარა, თან არ ვარ მე მარტო. რა მე მარტო, მთელი გენგი გარ შემორა მე მარტო, ხო გითხარი რომ ტოპებში შეევალთქო, შევედი თან ვერავინ ვერ შემასრო. მადლობა. Samuel K. ესეთი სიტყვა არსებობს, მოკლედ ჰეითერები არიან ის ადამიანები, ვისაც არ მოწონხარ და რაღაცა ცუდ რაღაცებს გიგონებენ ხოლმე და დაახლოებით მაგ ადამიანებზე პატარა რაღაცა დავწერე, ბარემ დღეს ხო შეიძლება რომ ვახ მეთქი რას იღებს. არა, ზუსტად გზაში რო ვიცოდი, სადაც მოვდიოდი, ბარემ კი ბატონო. ცხოვრება შეიცვალა დღეს არავინ გამოგიწვის ხელს პირიქით მადლობა უნდა უთხრათ უარგიშლის ხელს მაპატიეთ მეგობრებო მე ვერ გავუძელი წნეხს ბევრი ელოდება ჩემს და ცემას მერე ჩემს ხელებს კარგი იყო საუბრობთ ბიჭებო საუბრობთ მესამე ნომერი ბევრი რაღაცა მაქვს მოდით რახან რეპზე დაწერილი რაღაცას მოვიწყავ თუ არ იცოდი შენთვის მაგ ინფო man hip hop is too sexy our info man rap is too kaipi our narco man ისტორია შევინახავ სარკოფაგი სულ ყველა ცდილობ ჩემი ნიჭების ექსპლუატირებას მე კიდევ ვაპირებოზების დედის სატირებას პასუხს ვაგებ ყველაფერზე რაც მე ვთქვი და რაც თქვენი პატივი მაქვს ვიყო ამბოზების motherfucker yeah რა ხდება? ძალიან გვაბნევენ. აი ხა მეოთხე ნომერი მაცვიაბნე შენივე სიტყვაში კუნია მტერი, ყოველთვის გინოდა ჩემი როგორ და რატო გეცირებათ? აუ იმენა მაბნევს ბიჭო და ბიჭო ანუ მე იტყვის რომ ისო ხუაზი ანუ ჩემ თავზე ბაზურ რაღაც ბიჭო მაგარიტე ხო სადამინძა ყოველთვის გინდოდა ჩემი რო ქონოდა მაგრამ ჩემი ყლებატეტი ხარ ნელი ქუჩაში დავდიო ხოდი მაქვს ნელი ჭორები მესმის არიცი რამდენ ყველაფერს ვაკეთებ ისე რომ ყურამდე მოვიდეს ყოველი შენი ნამღერი ხო და ხურსა იმდაფერს ყავს ნანახი ჩემი ხასიათი სულ ქუხსია რამდენი სიტყვაში გატყვევ და მაინც ჯერა ყოველთვის ფუდია ხელზე და არა ძმაო არა პროფესიონალი ფასეობ იმიტომ რომ ფასეობა მეგო კიდე წყალი გადამასხე ჯიბეში მეგლოკი მედო შენი სახე უიმედო შუბზე მოგადემე კინა ჩემთან შუღლების დახონდა იმან ვეღარ დაიძინა დავიც მოხდა გალიაში თავი ვეღარ დაეზუნა იო მუსტაფ ამბიციებს ვეტაკები ამფიბიებს შენ ვეღაროსს გაუძლები ცოდე აქ ვიპიემს ყველა იმას გაგიკეთეს ვინც დაგიპირებს მე კიდე ბახში იყავი მე რო დახსნიდი დანით პირებს ხო და შენ ზღვას გაუყვევი მე გავყვები დანაპირებს ანაპირზე ჩამოვждები დამისებ და ამატირებს დამსევდის თავსი არა მაქვს ბარიერი და თუში გულში შევდა ვიქნები ტარიელი კაცი კაცს შემოწყოს ერთხელ კაცი დავთი გორი ერთი გვამი არ მეყოფა ბოშყო მინდა ორი მე ხე მოვჭერი დამხის მე უნდა მორი სოდეს იკვილი ყველას გველის მე მენტო მორი ვა ძალიან საინტერესოა ისე გაგვეჩინეს რაც აფიქრალი რა ძალიან არა მესამე ყოფილა მესამეზე ფიქრობთ უფრო ვერ ყოფილა თქო ჩემი აზრით საგან თქვი რომ არ იქნებოდა მაგრამ მე თავიდანვე მაგას დავადგი თვალი 1 2 3 ავარია ბოლოს ერთი წუთი მე რაღაც მაინტერესებდა რა მაინტერესებს იცი შენ თქვი რომ მე ძალიან ისეთი რთული წარსული მქონდაო კი დანელი ვარ და ძალიან გასაჭირში გამოვიარე კერძოდ მე7 მიკროელი თუ იცი შენ გამის მე7 მიკრო მიხვდებოდი რასაც ვაპარაკე ბაგ დაგვიშრა წერა კარგი რო იცოდეთ შეიძლება რეპერი გაუშვით მოვიფიქროთ ეხა ერთი სიტყვა მოდით გთხოვთ თქვენ რომ მოიფიქროთ რამე სიტყვა ნებისმიერი რაც მოგაფიქრდებათ და პირველ ნომერს უთხრათ და მაგ სიტყვაზე მაგს აი რაღაცა გაგვირეპოს და აი ეს სიტყვა ჩააქცევოს მაგაში ბედნიერება ვინც მეც შრომობს მეტი ერგება მეორე ნომერი თქვენ მითხარით რამე სიტყვა ფლამინგო გუშინ წინ მოვდიოდი ქუჩაში და გავიხედე მარჯვნივ უცბად ჯეკპოტი და მეცა ბინგო სახლში დავრჩი დავინახე ფლამინგო მოდიოდა ურეკიდან თბილისით ჩამოუყვანი ათაკ
ტიდან. იო. კარგი, მოდით ახლა მესამე ნომერს ვთხრათ. ომი. ომი? მევასება მშვიდობა და მევასება ომი, მაგრამ მევასება გემრიელა ჭამა როგორც ღომი. სადაც გავიჩიტები მე ყველგან ვარით მარტინ ლომი. იმიტომ რომ ვარ მევასება ჭამა ბევრი ცომის, იმიტომ რომ არსად აღარასდროს არ მექნება სტოპი. იმიტომ რომ ომი არ არის და მევასება მშვიდობა. პლანი დაარტყი და თემას მალე დაემშვიდობა. ბრავო, ბრავო. ზღვა, ზაგარი. ზაგარი. ნაშები. მაგარი ზაგარი, მაგრამ თავარი არ არის, აღარ არის ზამთარი. მალე მოვა პლაჟები გვეელოდება ბათუმი, იმიტომ რომ გვევასება პლაჟზე თესლი ნაშები, გვევასება ნაშები, გვევასება ბიკინი, გვევასება პონტები და გვევასება ტანები, გვევასება ზმანები და გვევასება ქალები, გვევასება სასმელები, ბევრი დაგვრჩა სათქმელები, სამი სიტყვა რომელი გავრითმო არ ვიცი, მაგრამ გავაგრძელე თითქოს იყო სადღე გრძელოე. Beverly Hills. Beverly Hills Mills. Yo, მევასება ემინემი 8 მილს, ჩემი მთავარი ქალაქი Beverly Hills, yo, გავიბლი ბევრი მილს, გავიბლი ბევრი კილომეტრს, მე ავაცაზე ავწოსდები პილობეთს. და თუ ხარ მანდარინი უნდა გაირჩიო, ეხლა მთავარი არჩევანი გააკეთო და რეპერი აირჩიო. მზად ხართ? დიახ. 1 2 3 ვაუ. ხუთიას აგდებთ? კარგი, მოდი დამატებითი კითხვები დავუსვათ რამე. რო გითხრა, ბოლოს როდის ქონდა კონცერტი და რამდენი გამოიმუშავა? ბოლოს კონდა კონცერტი რატისბარში 9 მაისს და გამოვიმუშავე 5000 ლარი. იმიტომ რომ ქართული აუდიტორიის ბაზა ესე ვთქვათ დიდ თანხებზე არაა დაკავშირებული, როგორც სახეობებს არ აქვთ ესე ვთქვათ დიდი შემოსავალი, ჩვენც მოკლედ რეპერებს არ გვაქვს ესე ვთქვათ დიდი შემოსავალი და ჩვენი შემოსავალის თავი წყარო არის Spotify-ზე ესე ვთქვათ გამომწერები და აქედან გვერცხება რაღაც მინიმალური რაოდენობის ცენტები და რაც არის და რაც შესაძლებლობას გვაწევს სტუდიოში ტრეკები ჩავწეროთ, თუნდაც ეს 5000 ლარიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტუდიაში მივიდე, ტრეკები ჩავწერო და გავაკეთო რა ტრეკი. ქუთაისში მქონდა ბოლოს კონცერტი, დაახლოებით 1 თვის წინ, 23 მარტს მოკლედ რა, ნუ თვენახევრის წინ ესე გამო. და გამოვიმუშავე, რავი, ძალიან ცოტა თანხა გამოვიმუშავე, აუცილებელია ეგრე ვთქვა. ნუ 1200 ლარი. 1200 ლარი. ერთი წუთი მოვა, ეხლა ჩამჭრელი კითხვები რა. 1200 ლარი. ეხლა ეგრე ვერ გავიგებთ რატისბარში რამდენი ადამიანი იყო. მოდით თქვენ გითხარით, რამდენი, ან ჩაკეტილ სივრცეში იყავით? ჩაკეტილ სივრცეში ვიყავით და რავი, ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ მოძრაობა იყო, ასე რომ ვთქვათ რა. ანუ მარტო ჩემი ის არ იყო მაგ. ბილეთი რა გიგდა? ბილეთი 40 ლარი. 40 ლარი და რამდენი კაცი იყო? ნუ, კაცი იყო ჩემ კონცერტზე კონკრეტულად დაახლოებით 50 ადამიანი. მაინტერესებს რო თქვი 9 მაისს ქონდათ უკვე კონცერტი? თუ აწი უნდა ქონდეთ? არა, აწი უნდა ქონდეს. არა, მანამდე 9 მაისი აღნიშნეთ თქვენ და 5000 ლარი გამოვიმუშავე. 9 მაისს უნდა ქონდეს კონცერტი მეთქი და მე გავაგზავნე ბოლოს როდის ქონდა მეთქი რა. არა, მე ესე გავიგერო თქვენ თქვით რომ 9 მაისს ქონდა კონცერტი, ბოლო კონცერტი. არა, ხო, მე მეშლება, ხო? მზად ხართ? მზად ხართ. კარგი, 1 2 3 იგივე ისევ ნიჩი, ისევ ფრე, საინტერესოა. ამ შემთხვევაში მეგობრებო ხდება როგორი რაღაცა. ექნებათ ერთმანეთში ბეთლი. ეიო! პირველი ბეთლის, პირველი რაუნდი შევქნათ ხმაური! ბრავო! MC ჩემგან ხელმარცხნივ, MC ბოუსი! Yo. Now, everybody wants 313. Put your motherfucking hands when you follow me. Yeah. Everybody wants 313. Put your motherfucking hands and follow me. Shame, just such a shame of your ducky the beige. Moparu Saheli, the oceans of a cage. Never had a minute. Never see a Rushly, making never see a beer. Makarashi Chagach and the Zamoka logos smoke the two. Bravo! სახეზე დაგამახიჯებ. არ შეგეშალო ბაროში. თუ სახეზე ძალიან დაიჩაგრები, მაგათ აგიყვა სალონში. ვაჰ, ჩემ. დაისე დაძველდები. გამომადგები შენ ობად. თუ სილამაზე არ გიშველის, ლიკა წაგიყვა შენ სახიო. თუ თბილისში მოკვდები, ვიქნები ჯინსების თაობა და მექნება მე ჯინსი. აქ თუ დაგმახავ, გელდება ბიზნეს Beverly Hills. Bravo! მომეწონ.
მაგარი რაუნდი იყო. ახლა MC ჩემი ხელმარჯვნივ KG! Let's go! არგი ვარგა რითმები და არგი ვარგა ფლოუ, შენ თუ ვინმეს რეპერიე გონე ჩაიშალა შოუ, ჩემთან თამაში მოგინდა, მე აღარ შემედარო 1-2 გაგერითმა და მე რა bro. ბონ გამომივიდა რეპერობა მომინდომა, მითხარი საერთოდ ეგ სახელი ვინ მოგიგონა, არც კი ვცდილობ, არც კი ვფიქრობ, გადაგიმლი დღეს, შენი თავისთვის მოვალ თუ სადმე შეეხები ჩემს. ჯიმე იყო. რა 5000 შენ გამოსვლაზე არ გადავიხდი 2 ლარს, შენ რასაც იზავ მაგას ვიზავ მე ყოველთვის 2 მაქვს, ისეთი ჯადოებს დაგადებ, რომ შემატარებ 2 მაქვს, ისეთი იარაღები მაქვს, რომ ვატარებ 2 მაქვს თუ რაღაცა. გავიზარდე. კაია! გამხელთ, მეგობრებო, ერთი ხმა. გავიზარდე ქუჩაში და არ მქონდა ფული. ფასლერობდი გიჟით, ახლა გაქვს ჩემი შური. გული ფული, სული, ნული, გული ფული. შენ ისეთი ვერეპერი ხარ, როგორც მე მოჭიდაო. არაფერი. განსულად არაფერი და გამხელთ, მეგობრებო! ისეთი ვერეპერი ხარ, როგორც მე მოჭიდაო, არაფერი დარჩა, შენი კარიერა მომიპარე, სხვათან უდარდი ხარ, პრობლემები შენით მოიგვარე, მე კი არ დავწია. ხორი მაგრამ. ოკეი. მამითხარო თუ არა, აკაპელას არ. მამითხარო თუ მოჭიდა მოვიყავ. დადო ამოჭერი, დადო. ლევასება ბაში და ლევასება ატამი. მე თუ ცუდი მოჭიდა ვგან დაგაგდეთ ხოს აქ იყოს ატამი. მოკლედ, ძალიან კარგი ბეჭდი იყო, ძალიან. ერთ რაუნდიანი, რომელიც ძალიან მომეწონა. კარგი, შევაფასოთ მოკლედ, გადავწყვეტთ ის. იგივე იმაზე გევარ გზაზე. პირველი და მეხუთე, რომელსაც აირჩევთ, იმას უშვებთ. მზად ხართ? 1, 2, 3. ოკეი, მოიგო ბეთლი. ნომერმა თვითმა KG-ს ძალიან დიდი მადლობა და მოკლედ წარმატებები უსურვოთ. აუცილებლად. და გვაპატიეთ რომ გიშვებთ. ეხლა არის თავისუფალი შეკითხვების დრო, შეგიძლიათ თავისუფლად კითხოთ, რა გაინტერესებთ და მაგის მიხედვით, მაგათი პასუხების მიხედვით, მივხვდეთ რომელი არ არის რეპერი და რომელი არის რეპერი და მე გადავიღებ ისა. დიახ, თუ შეიძლება და ბოლო რაუნდი იქნება სასწაული რა. დიახ. თუ შეიძლება მე დავსვამ კიდევ. რა თქმა უნდა. სათითაოდ სამივესთან მექნება ეს კითხვა. გამშთა გაგონათ, რა იყო მიზეზი, რომ დაიწყეთ რეპერობა, ეს მაინტერესებს. მოკლედ, როგორც გითხარით, 14 წელია ამ სფეროში ვარ. მე ეგრე ვთვლი რა. რაღაცა ლირიკაც დავხვეწე მე ნელ-ნელა. ლექსების წერაც მომწონდა ბავშვობიდან, მაგალითად, გაზეთშიც კი დაწერილა რაღაცა ჩემი დებილობა რაღაცა, მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ ნუ ყოფილა ეგეთ შემთხვევებიც და მაგის მერე 2 წელი ვდებდი ეგრე ვიდეოებს მაგ პლატფორმაზე, სიმღერებს უბრალოდ და მე როდესაც ეს სამუელი ვნახე, მომეწონა რაღაცა რეპზე გადავედი ნელ-ნელა და ნუ დღესდღეობით მარტო ჩემ თავზე არ მუშაობ, თან სხვებისთვისაც წერ ხოლმე და რაღაც არხებზე, შოუებშიც ყოფილ ვარ, ლაივში გამირებავს და ასე შემდეგ. მე რაღაცნაირად რეპერობა, პოეტობა რა, რეპი როგორ იშიფრება, რითმა და პოეზია, რითმული პოეზია, აი ვეფხის ყავსანში ხონდა მაგალითად 16 მარცვლიანი რითმული პოეზია და ჩემი აზრით ნებისმიერი პოეტი, ნამდვილი რეპერი დღევანდელი გაგებით, ესე თავისით არ ხდება, ეს დაბადებიდან მომყვება რაღაცა რითმის, სიტყვის სიყვარული. ბავშვობიდან წერდი ლექსებს, შემდეგ დავიწყე უკვე აი თანამედროვეობაში ეს ლექსები როგორ ჟღერს, როგორ გადმოცემს ამის მოსმენას 10 წლის ვიყავი, დავიწყე ემინემის მოსმენა, ტუპაკის მოსმენა, ვინსპირდი მაგათნაირად ვიცმევდი, მევასებოდაც, მაკაცებიც უმაგას უსმენდით. მე რენო აი ხო საქართველოა და ოჯახმარო რა რეპი და რაღაცა რა, მაგრამ უბრალოდ აი ცხოვრების გზა ისე დამაყენა, რომ აი რაღაც პოეტის წერტილამდე მიმიყვანა რა საბოლოო ჯამში. მადლობა. რეალურად მე როგორც ვთქვით 14 წელს ვიყავი, სკოლაში ვუსმენით რაღაცეებს რა და ხუმრობდით ხოლმე რაღაც ლექსი რო იქნებოდა, ლექსზე გარითმოს რაღაცეებს ვცდილობდით და კარგად გამომდიოდა და ჩემი ძმაკაცები და კლასელების სულმეს მეუნებოდა რომ მიდი გარითმე რაღაცა თქვი, ლექსი დაწერიან რაღაც წაიმღერე და რაღაც და სად მე აღმოაჩინე ის იონ დუნფრიზი, რომელიც ესე რომ ვთქვა, ჩემი კუმირი იყო, ნუ თუპაკი მაგარია, ემინემი, ბიაიჯი და ამ შემდეგ, თუმცა იონ დუნფრიზი რო აღმოაჩინე რაღაც ჩემი მიმდინარეობა დავინახე ამ რეპში რა. და როგორც თქვი, მოკლედ ოცნება მაქვს, რომ ლას-ვეგასში ევან დუმფრიზის ლეიბლის წევრი გავხდე რა. ანუ ამისთვის დასახოცი მაქვს ძალიან ბევრი რამე, თუმცა
ოცნებას კაცი არ მოუგავს. პროფესიული განათლება თუ გაქვთ და თუ არ გაქვთ, ან რა დაგიწყეთ, რა მიგიტოვებიათ, ან რა გქონიათ სურვილი. გონია რომ იცოდით ახლა რა დაგიწყიათ და რა მიგიტოვებიათ რო თქვით, იმიტომ რომ ჯავახიშვილში ჩავაბარე ისტორიულზე, 2 წელი ვისწავლე. მე ისე გამოვიდა რომ შემეტენა. დაჟე ვფიქრობ რომ ეს 2 წელში რო შევეშვი სწავლას ჯობდა, იმიტომ რომ 4 წელი რომ ესწავლა, ალბათ უფრო მეტი გადასახდელი მექნებოდა. ქართველ რეპერთან ვისთან აი ვისურვებდია ჩაწერა და ვინ მიგაჩნია დღესდღეობით რეპის მამად. ძლიერ რეპერად. მოდი, ტოპ 5 თქვას. დღევანდელ რეალობაში ანუ ვისთან ჩავწერდი და ჩაწერილი მაქვს უკვე ზაზასთან ჩაწერილი მაქვს, ახასთან ჩაწერილი მაქვს. ვისთან უკაცრავად? ზაზა ნოზაძე, თუ იცით. როგორ არა, მაგან გადამიღო იმაში ფილმში ზაზა კაიბიჭია სხვადასხვა. მე წესიერი კაიბიჭია. სხვათა შორის, დიახ. ზაზა ნოზაძეა ჩემი პირველი მასწავლებელი, მართლა როცა ჰიპ-ჰოპი. ნუ გავიწყდებათ, შეიძლება იტყვე. ეგ მაინც რა თქმა უნდა, კი, კაიბიჭია ზაზა ვიცნო პირადად რა. კი, ჯიგარი. დაურეკო. არ კიდაც. იცი რა, ვისთან ჯერ არ მიმუშავია, დიდი სიამოვნებით მიმუშავებდი, არის ერთი გურული ახალგაზრდა რეპერი კირამე და აი კირამესთან დიდი სიამოვნებით მიმუშავებდი. ძალიან საინტერესო შემოქმედებას აკეთებს. ტოპ 5 რეპერი დღევანდელ რეალობაში მე, ტაჰა, პელე, ზაზა და კირამებს ვარ. გამაყმაღო ფილმმა პასუხი. რას ეტყოდი დანარჩენ მონაწილეებს, ვინც არიან ეხლა დარჩენილები შენთან ერთად? რას ვიყავდა? ხო რა? რავი, ვეტყოდი რომ ძალიან მაგარი მსახიობები არიან და ნუ შეიძლება რეპში თუ არა, თუმანიშვილის თეატრში ძალიან მაგარი თამაშია ნებისმიერ სპექტაკლს და რავი რა. ნუ მომენტ ეს მსახიობობა როცა შეგიძლია და კარგი დიქცია, გადმოცემის უნარი და მიმიკების ის რო თქვა შესაძლოა შეგიძლია, რეპერობა ძალიან მარტივად შესაძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ ბიჭებო რეპერობა. 1 2 3 აჰა. იო. იო. ბოლო რაუნდი. ეხლა გადაწყდება რომელია ჩვენი რჩეული. მიცემული გვაქვს 10 სიტყვა, 10 სიტყვა, სხვადასხვა რენდომად. ხო. თქვენ მეგობრებო, ნამდვილო რეპერებო ან მსახიობებო მაგ 10 სიტყვიდან უნდა შეადგინოთ რეპ ტექსტი. უნდა გააფრისტაილოთ. თქვენ ჯერჯერობით არ იცით რა სიტყვებია და დაიწყებს ჯიუნა. დრო უაზრო დაღაყნილი არის დრო ანუ ფუჭი საში ვიხედები ის არის ლურჯი ისე ტრიპში ვარ გამოვქლიავდი მეგონება რომ ზევიდან მაწვიმს მარა სინამდვილეში გული ყინული და თოვლი დანარჩენი არ ვიცი მე რას მოველი იმიტომ რომ ყველა დღე არის გრძელი ყველა დღე არის სველი მარა ბაი ბაი გემშვიდობები ისევ არ ვიცი მე რა მიზნებს მივსდევ მაგრამ აქ მრგვალი კუნთი ჩემუცელზე ლუდი ბევრი არ ვიცი ფუჭად რა არის დრო ისევ დაკარგული მე ვარ მუტანტი არმა ყუტუ მე მაგ დანარჩენი მე მაგ დღე რომელიც გავიზარდე აქ ვარ ბარში და ვსვავ ბარში ანუ ვარ ბარში აი ამ ხელა ჩემი როგორც ხანდახან ვარ მასხარა მარა ვის რა ახარა ვისთვის მასხარა ვისთვის პოკერი მე არ ვარ მასხარა მე ვარ ჯოკერი ვაუ ზაფხული ისევ აცივდა მოვიდა ზამთარი რა კატანდა მერე ვიღაც ბიჭი აქ არის გავიხედე მარჯვნივ ვიღაც გოგო მომწონს პაუ დაუძახე აუ თავი მომწონს თავიდან რომ შევხედე მე და არ მომეწონა ვაი მამა მისი ცურმე აქვე ყოფილა მე თავიდან ბოლომდე ვარ სველი მაგრამ საბოლოოდ გამოვდექი მე ცოტა შტერი გავიხედე დავინახე რომ შეტრიალდა მისი პატარა ტრაკუნა რომელიც მე მომეწონა მე შემოტრიალდა და ისევ დამიძახა ჩუმად დამანახა თავის ნომერი მე მომეწონა და მე ჩავიწერე ეს ყველაფერი ფურცელზე გარემო იყო ისეთი რომ ყველა ერთობოდა და პლიაჟზე იყო ბევრი ხალხი მე მოვიდა ისევ ზამთარი და დაიწყო სიცივე კარგი, მზად ხართ? აირჩიეთ? კი. 1 2 3
Samuel K! დიდი მადლობა. ძა პირიქით, ძალიან სასიამოვნო იყო. ეხლა აი ბიჭებიც მართლა ძალიან მაგრები იყვნენ და არ წენია მართლა ეს ყველაფერი. ბრავო, რო რაღაცა ესე. წარმატებები თქვენ. წარმატებები. დავით, საღო, მაგარი იყო ძალიან. წარმატებები. ატვიცემულო სტუმრებო, რომ იცოდეთ, ხუთივე ადამიანი არის ძალიან ცნობილი, ძალიან რთული იყო ჩვენთვის თქვენი არჩევა, იმიტომ რომ ვცდილობდით, რომ ასაკი ხო ხვდებით, მაინც თავისა შვება და ხუთივე არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ეხლა თქვენ გაიგებთ, რომელია ნამდვილი რეპერი. ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგავს, როცა ვიტყვით და როგორ ფიქრობთ თქვენ, მაინც საბოლოო შედეგი, აი, რომელი იყო თქვენთვის რეპერი, რომელიც დარჩა, ის საბოლოოდ თქვენთვის არის რეპერი. ყველაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ შუა ადამიანმა და აი ეს ჯიუნა. და ესეთი პასუხები ჰქონდა რა. ოკეი. მზად ხართ? 1 გადმოდგას ფეხი იმან, ვინც არის ნამდვილი რეპერი. 2 3 გენაცვალე ბატონო ბიძინა გაიხადეთ წანსაცი თავიდანვე რაი რაღაცა ბატონო ბიძინა, იქით რომ ბიჭი გიზით ამის სახელი და გვარი კითხეთ, აბა იმ ბიჭს. მე ვარ სამუელ კარაპეტიანი. ვახიჯო ამ არხის ეს არხი არის ჩემი. სინამდვილეში ის არის ქორო, გიორგი, თქვენ გენაცვალეთ რა ხუთივეს რა. დაჩი, გიორგი, ჯიუნა მართლა რეპერი, კი, ბენი და აჩი. აჩი ჯაიანი, რომლის პროფესიით მსახიობი აქედან არის მეორე ნომერი. მეორე ნომერი, აჰა. დანარჩენები, ნუ ამოდროულად იუთუბერი. შეგახსენებთ, რომ თუ გინდათ დაბადების დღე გადაიხადოთ, ან მოხვიდეთ უბრალოდ გაერთოთ არათაშვილის 2 ნომერში, ჩემს ძმებთან ლივა ლაუნჯში იწყებთ და მე გადადიხართ რატის ბარში. მადლობა ყველას.